კი, გეთანხმები. კაბები შარვალზე უკეთ მიხდება. განსაკუთრებით ეს ყვავილებიანი. ჰეი, რატომ ყვირი ხარ? მეხუმრები? ნამდვილი კაცები ასე არ ყვირიან. აბა მაშინ ვინ იყვირა? ნიკოლმა. კარგი, ჩვენ გარდა კიდევ ვინ არის სახლში? ხმაურიანი? ან იდიოტი? გავიქეცით, შეიძლება რაღაც მოხდა. კი, რაღაც მოხდა. ალბათ ისევ ვიღაც დაიჭირეს, რომელიც გოგოებს ფეიქ და უხეს კომენტარებს უწერდა. ნიკოლ, რატომ იყვირე? და სახეს რატომ იფარავ? წადით, არ მინდა რომ ეს ნახოთ. ნუ ღელავ, მაკიაჟის გარეშე არაერთხელ ყავხარ ნანახი. ახლა სიტუაცია გაცილებით უარესია. რას გულისხმობ? სახე გაზიანმა სასმელმა გაგიბერა? მიდი, სწრაფად გითხარი, რაშია საქმე, თორემ ძალით წაგაქმნეთ მაგ ბალიშს. უბრალოდ დამპირდით რომ არ დამცინებთ. უდესმე გაგვიცინია, როცა სულად იყავი? როგორც ჩანს, შენი გადატეხვის ასაკი ნამდვილი ხუმარაა, მაგარ ცვლილებებს ახდენს, არა? როცა საქმე ჩემს საოცარ სასიამოვნოს სხეულს ეხება, ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც საქმე მის სხეულს ეხება, ეს ცრემლებს, ჟღვინტებს და ნერწყვებს იწვევს. კარგი, გონი ზედმეტი მოგვივიდა. რატომ? ჩვენს სამყაროში მხოლოდ 3 რამ არის საშიში, საპიფარეშოში ჩარეცხვის დავიწყება და ტანიასთვის იმის თქმა, რომ მისი წვნიანი საზღარია და მესამე რა არის? და ყველაზე სასტიკი, გოგონების გარეგნობაზე ხუმრობა. კარგი, გონი ჯობს რომ ბოდიში მოვიხადოთ. ნიკოლ, შეიძლება შენი მომხიბვლელი საქმიანობიდან ცოტა ხანი მოგაცდინოთ? გამოვიცნობ, იმის სათქმელად მოხვედით, რომ მე ისეთი სურვილი ვარ, როგორიც მუცუკები არიან. არა, ჩვენ მოვედით, რომ ბოდიში მოგიხადოთ და შენი დახმარება ვცადოთ. ხო, კი, ჯერა. ნიკოლ, კარგი, გამონაყარი არაფერია, მაგრამ საწოლის დასველება ეს უკვე საშიშია. მას რას ვთავაზოთ, რომ გავაკეთო? კარგი, შეგიძლია მუცუკების სპირტით დაწვა სცადო. ვალდემარმა მთელი ალკოჰოლი გამოიყენა. იქნებ ჭრილობებს დეზინფექციას უკეთებდა? ხო, მძიმე ჭრილობები. ტანიასთან უნდა წავიდეთ, ეცოდინება რისი გაკეთება იქნება საჭირო. ტანია, გადაუდებელი სიტუაციაა. ნიკოლ, რა გჭირს? ბოგდანი და ჟენი არიან. ბერიცანი? რა გაქვს სახეზე? რა უნდა გქონდეს? მუცუკები. მოიცა, თითქოს გომბეშომ გიკმინა. მადლობა დედა, ნამდვილად დამეხმარე. არი ნერვიულო. სახეზე კრემს საგისვამთ და შენი კანი ისევ ბავშვის დუნდულებივით ნაზი იქნება. არა, ჯობს ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე. ეს ყველაფერი რისთვისაა? აკნეს სამკურნალოდ? მოიცა, ეს ყველაფერია და ოდნავ მეტიც. ამდენი რაღაც მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაშიც კი არ მქონია. მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ დეოდორანტს იყენებ. ჯანდაბა, არ მგონია რაიმე შეცვლილიყო. ახლა სახით სუნიანი მაქვს. ტანია, შენ ხომ თქვი რომ დაეხმარებოდი? მუცუკების 1 საათში გაქრობა გინდოდა? ასეთ სიტუაციაში მკურნალობას მინიმუმ 1 კვირა სჭირდება. ახლა 1 კვირა გომბეშოსავით უნდა ვიარო? იქნებ სიმპათიური პრინცი შეხვდეს, გაკოცოს და მერე ისევ ადამიანად გადაიქცე. მეზობელი ვოვოჩკა, შესანიშნავი კანდიდატია. ხო, და მაშინ აკნეს გარდა ტილებიც მექნება. კი, ნიკოლ, აი მასე თითქმის შეუმჩნეველი არის. დედასავით არ დავიჯერებ შენს ტყუილებს. კარგი რა, მუცუკები სამყაროს დასასრული არ არის. სინამდვილეში მათი ამოღება ძალიან სასიამოვნოა. ვინ რეკავს? ეს ედუარდია, სკოლაში ყველაზე მაგარი ბიჭი. მობილურზე მირეკავს. კარგი რა, მაგარი ბიჭი არა? ალბათ კლასიკური დიდარი ბავშვია. ყველამ, ტელეფონს ვიღებ, გამარჯობა. კი, ნიკოლი ვარ. საიდან გაქვს ჩემი ნომერი? ხო, მე ხო ყოველდღე ვტოვებ მესიჯებს ჩემი ნომრით და წაწერით. ხო, დარეკე ედუარდ. აი მანი, დღეს, რა თქმა უნდა, 6-ზე, კარგი, ნახვამდის. ნიკოლ, რა მოხდა? და მე იტყვის რომ ჩვენ არ ვართ ნორმალურები. კარგი, დამერხა. ედუარდმა დღეს პაიმანზე დამპატიჟა. ძალიან კარგი, ნიკოლ, შენც ხომ ეს გინდოდა? ჩემს სახეს შეხედე. გავგიჟდები ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახოს. არასდროს აქვს მას აკნე თუ მისი აკნე? ოქროსგან არის დამზადებული? ის ღვთაებრივად ლამაზია. სკოლაშიც კი ათებს იღებს, მხოლოდ იმიტომ რომ იღიმის. ასეთ მდგომარეობაში არ უნდა დამინახოს. კარგი, თუ ეს შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ ერთად ყველაფერს ვეცდებით, მაგრამ დღეს მაინც წახვალ პაემანზე.
მუწუკები ყავისფერი წერტილებით რომ ჩავანაცვლოთ, თითქოს ჭორფლებია. ისე გამოჩნდები, რომ თითქოს შოკოლადში ჩამაწეს. საუკეთესო შემთხვევაში. მოვიფიქრე, ბრწყინვალე იდეაა. სად მიდის და რა გეგმა აქვს? ალბათ მოიფიქრა, როგორ უნდა ჭამოს დასვას ერთდროულად რიგრიგობით. აი, და პაკეტი რაში გჭირდება? ასეთი გარეგნობით მაღაზიაშიც კი აშევა. ლოგიკურად აზროვნება სრულიად არ შეგიძლიათ ალბათ. ვითხარი ვისთვისაა პაკეტი. მომისმინეთ. ნიკოლს სახეზე გადავაკრავთ და თვალებს ცხვირს და სხვა ადამიანურ ნაკვთებს დავხატავთ. პაკეტი, სახეზე, სხვა იდეები გააქვთ? ყველაფერი ოღონდ სახეზე პაკეტის გარდა. კარგი, მაშინ პაემანზე აკნეთი წახვალ. კარგი იყოს ეგ პაკეტი. სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს. აბა, როგორ გამოიყურება? ცოტათი უჩვეულოა. სამაგიეროდ ედუარდი იფიქრებს, რომ ასეთი crazy და უჩვეულო ხარ. ასურადური იდეაა. ეს ყველაფერი როგორ აუხსნა ედუარდს? სხვა რაღაც გჭირდება. ამ გოგოებს ვერასდროს ვერ გაახარებ. ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. ყველაფერი კარგად იქნება. იდეა მაქვს. რა იდეა? აი, თუ ფიქრობ, რომ მაკნე გადამდებია, კარგი ამბავი მაქვს. ეს ასე არ არის. შენ ვერ მიხვდი. აბა პირბადე რისთვისაა? პაემანზე შეგიძლია რომ პირბადე გაიკეთო. ედუარდი იფიქრებს, რომ შენ უბრალოდ ავადა ხარ. ეს ცუდი იდეა არ არის. დამაჯერებლობისთვის ხველა. როლში უნდა შეიჭრა. უფრო ძლიერად დაახვედე. ასევე შეგიძლია თავზე ხელები მოიკიდო. კარგია, ძალიან დამაჯერებელია. მოიცა. ხუმრობთ, აუცილებლად გაიქცევა ჩემგან, რომ არ გადავდო. ფიქრობ, რომ ის ასეთი ფრთხილია? გონია, რომ ის ნორმალურია. არავის მოსწონს, როცა ხალხი მას სიაცემინებს ან ახველებს. წარმოიდგინეთ, ვთში, სხვისი ჟღვინტები შენს სახეზეა. რაღაც ცუდი დამემართა, საშინელი აკნე გამიჩნდა და არ ვიცი როგორ მოვიქცე. დედა ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ყველას უჩნდება. ეს მართლაც ყველას ემართება. მოიცა, მაგრამ გავიგე როგორ მოვიშორო მუწუკები, როდესაც გამოგაყრის, მაგრამ საქმე რაღაცაშია. კარგი, გამოიწერეთ არხი და ვიდეოს ბოლოს გეტყვით როგორ მოიშოროთ. გამოიწერე? დარწმუნებული ხარ რომ გამოიწერე? შენ გამოიწერე? ყოჩა, ვიდეოს ბოლოს ყველას, ვინც გამოიწერა არხი, ვეთქვი როგორ მოიშოროთ საშინელი მუწუკები. ახლა კი გავაგზელოთ. უფრო ცუდ დროს არ შეიძლება გამოსულიყო. ედუარდი ყველას ეტყვის და მთელი სკოლა დამსინებს. რაღაც ვარიანტი არსებობს. 100%-იანი გარანტიით. მითხარით, ახლა ისეთი საზუსტარკვეთილი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ. ტადამ! კიდათ რომ მონკლათ და აღარ დავიტანჯო? არა, ჩვენ სრული იდიოტები არ ვართ. საკამათო საკითხია. შენ, ხელს მოგტეხავთ. რა? რატომ? კარგი, თუ ხელი თაბაშირში გექნება, მუწუკები დიდად შესამჩნევი არ იქნება. თაბაშირის დადების შემთხვევაში მუწუკები საერთოდ არ გამოჩნდება, არა? როგორმე პაემანზე ხომ უნდა წახვიდე? თაბაშირით როგორ აპირებ ამის გაკეთებას? მართალია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი შვილიშვილებისთვის სიბერეში რაიმე მაინც გვექნება მოსაყოლი. ამას ედუარდისთვის ვაკეთებ. იმედია, თავის დაბანაში მაინც დამეხმარება ხოლმე. ხო და? რას აკეთებთ? თქვენ რა? გაგიჟდით? დედა, ნუ ღელავ, მე მივეცი მარნებართვა. რატომ? ედუარდმა ნიკოლი პაემანზე დაპატიჟა. ყველაზე მაგარმა ბიჭმა მისი სკოლიდან. მოტეხვა რა საჭიროა? ვერ ხვდები? თაბაშირი მუსიკებისგან ყურადღებას გადაატანიებს. სხვა ვარიანტები არა გვაქვს. მაკიაჟის სცადეთ? ტონალურმა კრემმა უარესი სიტუაციებიდანაც გამომაძვრინა. ხედავთ აქ სამნაოდ? არა. ზუსტადაც. მაკიაჟი კარგი იდეაა. ბოდიში მეგობრებო, ხელის მოტეხვას სხვა დროს ვდით. აბა, ანსაჯობია? ხო, კი. მე ვიტყოდი რომ მშვენიერია. ზუსტადაც. მაკიაჟი ჩემი მეორე სახელია, შეფობის მერე. კარგი, მოიცადე. ეგ ფრაზა რაღაც ნდობას არ მიჩენს. იმედია ედუარდი ცოტათი ბრმა არის. კარგი, მორჩა. მინდა რომ ახლა რომ ნახო. მოიცა. ხუმრობთ? ეს ჰელოუინისთვისაც კი ზედმეტია. მე ვფიქრობ რომ შესანიშნავია. სახეს ძალიან კარგად გიჩენს. კარგი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეცადეთ. მაინც ვერ ხვდები რა არ მოსწონს. ამ ტონალური კრემით გავთხოვდი კიდეც. კარგი, ნიკოლ, წინასწარ ნუ ნერვიულობ. ნიკოლ, ჩვენ ჯერ ყველა ვარიანტი არ გვიცდია. მართლა? კიდევ რა არ გვიცდია? კოსტუმირებულ პაემანზე რა სიტყოდი? რას გულისხმობ? მაგარი თეატრალური პერსონაჟის სახეს მოგცემთ. საოცარი იქნება. დარწმუნებული ხარ რომ იმუშავებს? პროფესიონალებს ენდე.
კარგი, ეგ არის. ნიკოლ, ედუარდი ამ კრეატიულობით გაოცებული დარჩება. მართლა? Yes, თქვენ რა ხუმრობთ? ეს ვის ვსკავარ? არ არის აუცილებელი ვინმე სკავდე, შენ განსაკუთრებული ხარ. მე სულელივით გამოვიხურები. რა? ჩვენ შრომას არაფასებ? მოიცა, ეს საშინელებაა. შემოქმედებითი ადამიანების წყენინება მარტივია, შენ ვერაფერს ხვდები. ამის თანახვისას ედუარდი იფიქრებს, რომ ცირკის მონაწილე ვარ. კრინჯობა. ო, არა. ცხადია, გამოდაყარი ცუდია, მაგრამ კიდევ ერთი რამ არის გაურკვეველი. რა? 100 არსაიდან საიდან გაჩნდნენ ისინი? მე მავნებელს არაფერს ვჭამ, არაფერზე ვარ ალერგიული. ისე მართლა, საიდან გაჩნდნენ ისინი? ო, ვიპოვე. პოსტი რჩევით, თუ როგორ ჩაძვრე მიწაში სირცხვილისგან, როცა ედუარდს უფრო დავინახავ. მაგარი ონლაინ კითხავის ნომერი. მას ევდოკია ჰქვია. ის ყველა პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. ზუსტად, იქნებ ნიკოლს აკნეს გამოწვევის მიზეზის გარკვევაში და მასთან გამკლავებაშიც კი დაეხმაროს. მარშასე, რაც გვაქვს, ყველა ფული შევაგროვოთ. კითხავის მომსახურება დღესდღეობით ძვირია. მართალია. მე მასეთი ბიზნესის გახსნაზეც კი ვფიქრობ. წამწამების სიგრძით ადამიანების ბედს ვიწინასწარმეტყველებ. ო! რაღაც სუნი ასდის. კარგი, ფულს სუნი არ აქვს. ჰეი, დედა, შეგიძლია რომ ცოტა ფული მომცე? რისთვის? კარგი. ასე ვთქვათ, პრობლემის გადასაჭრელად. რამდენით შეგიძლია? კარგი. უკვე გითხარი რომ ძალიან ძვირი მიჯდები. ახლა რაც დარჩა გაქცევა და ბარათზე თანხის ჩარიცხვა. მომსახურებების საფასურს ჩვენ გადავიხდით და საბოლოოდ თელ სიმართლეს გავიგებთ. გადავურიცხე მკითხავს ფული. რა ჰქვია? ევდოკია, მთელი ფული გავუგზავნე. სეანსი 5 წუთშია. გამარჯობა. ალო, მოიცადეთ. არაფერი არ თქვათ. მე ვგრძნობ, რომ თქვენ რაღაც პრობლემის გამო მირეკავთ. ეს ხომ ლოგიკურია. თქვენს ვებსაიტზე წერია, თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ, დამიკავშირდით. ვის ჭირდება ჩემი დახმარება? მე? რა გჭირს, შვილო? სახე უეცრად მუზუკებით ამევსო. საიდან გამოჩნდნენ ისინი და როგორ უნდა მოვიშორო? ახლა გონიერების ხიდს ავაშენებ და ის სიმართლემდე მიმიყვანს. კონტაქტი გვაქვს, ეს ჯადოა. ვიღაც შურიანმა ვაგიკეთა ის. მოიცა, როგორ უნდა მოვიშორო? კარგი, ხოლო ჯადოსნური წამალი დაგეხმარება. რეცეპტი ჩაიწერე. აჰა, ხო, კი, გისმენ. კარგი, მართლა გგონიათ რომ ეს ყველაფერი იმუშავებს? თუ არ ვეცდებით, ვერ გავიგებთ. არასდროს მიფიქრია რომ ამებს ჯადოების მოხსნისთვის გამოვიყენებდი. ო! იმედია ეს კიდე უფრო მეტ პუწუქს არ გამიჩენს. კარგია რომ მე არ მიწევს ამის დალევა. ნიკოლ, შელოცვის საკითხვა არ დაგავიცდეს სანამ დალევ. მე ვსვამ წამალს რომ უწუქები მომშორდეს. შურიან ხალს მხოლოდ ცუდი უნდა ჩემთვის. ო, წამალო, დამიბრუნე ჩემი ყოფილი გარეგნობა. ჩემი აზრით ეს სრული სისულელეა. არ გამოვიდა. $200 ტყუილად დავხარჯეთ. თან ასე საპირფარეშოს გაწმენდაც კი გვიწევს. ჯანდაბა. აიმდამდე სულ რაღაც რამდენიმე წუთი დარჩა. რა უნდა ვქნა? არ იმუშავა. მოიცა, ეს ედუარდია. კარგი, მთელი გულით გისურვებ წარმატებას, პატარა დაო. მოიცა, არსად მივდივარ. ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ვნახოს. თავად განსაჯე, რა გჭირდება ისეთი ბიჭი, რომელსაც ჩვეულებრივი აკნესი შეეშინდება? არსად მივდივარ. ჰეი!
ნიკოლ, რატომ იქცევი პატარა გოგოსავით? ის უკვე მოვიდა. უნდა წავიდეთ და კარი გავაღოთ. შენ ხომ მამდენი ხანი ელოდი მაგას? არავითარ შემთხვევაში, ასე მასთან არ გავალ. არა. მიდი. კარგი. რაც იქნება, სამაგიეროდ ეს გამოცდილება პიროვნულად უფრო გამზრდის. ამაზე უხერხული რამის წარმოდგენა ძნელია. ნიკოლ, მიდი. შენ გჯერა შენი. ედვარდ? ნიკოლ? როგორც ხედავ, ორივე მუზიკების დრესკოდის მიხედვით ვართ ჩაცმულები. რა დამთხევა? სახლში ხომ არ დავჩეთ? კი, მეც მსხვენია სადმე ასე წასვლა. მაგარი ტიპი ვარ და ასე არ უნდა გამოვიყურებოდე. შენ ეს დიდი ამოიღე. ხო, მართლაც, ამოხედქა კიდევაც, სახეში მომხვდა. ახლა შენსაც ამოიღებ. ყველამ ვინც სახი გამოიწერა, ვიდეოს ბოლოს გეტყვით, როგორ მოიშოროთ ეს საშინელი მუცუკები. თავარი ჰიგიენაა. სახე უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ და მუცუკები აღარ გაგიჩნდებათ. აბა თქვენ იცით. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის სახზე იყავით. მადლობა გამოწერისთვის, ვიდეო კი დაალაიქეთ. ნახვამდის!